პროცესი უკვე მესამე საათია მიმდინარეობს. მოწმეების გამოკითხვა ამ ეტაპზე არ დაწყებულა, თუმცა როგორც ადვოკატები გვიდესტურებენ, ორივე მხარეს ყავს მოწმეები, მაგალითად იოსებ სიგუას მხრიდან გამოიკითხებიან, როგორც ადვოკატი გვიდესტურებს, მოქმედი მაღალჩინოსნები, თუმცა სოფო სიგუას ადვოკატი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ აბსოლუტურად არანაირ შემხებლობაში არ არიან ეს ადამიანები ამ საქმესთან და ეს არის მათთვის იმის დასტური და დემონსტრირება, რომ ამ გზით ცდილობს იოსებ სიგუას მხარე, რომ ფალსიფიცირება მოახდინოს რეალური ფაქტების, რაც შეეხება თავად სოფიო სიგუას, ის ამბობს, რომ დღეს მათ შორის განხილული იქნება ვიდეო მასალები, სადაც ჩანს უშუალოდ შევიწროვების ფაქტები, ის ამბობს იმასაც, რომ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ჟესტიკულაციის მეშვეობით მუქარის ამსახველი მოძრაობებიც კი გააკეთა მისი მიმართულებით მისმა ყოფილმა მეუღლემ, რაც მისთვის არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ნამდვილად ამ ადამიანის გარემოცვაში თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს და შესაბამისი რეაგირება არის საჭირო სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან, რაც შეეხება იოსებ სიგუას ადვოკატს მისი განმარტებით არანაირ ძალადობასთან დაკავშირებით მყარი არგუმენტი არ არსებობს სოფიო სიგუას მხრიდან, ამიტომ მისი განმარტებით აბსოლუტურად ყველანაირი წინასწარი პირობა და საფუძველი არსებობს იმისა, რომ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდენის გაუქმებასთან დაკავშირებით. ყველაფერი ნათელია, ეს კადრები წარდგენილია დევნის ასპექტში, რომ ის ნამდვილად დევნას აწარმოებდა ჩემზე და პლუს ამას კიდევ ბევრი სხვა რამეა წარდგენილი. მოლოდინი მაქვს, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნება და ვნახოთ. რადგან მე ვამბობ ყოველთვის, რომ მე ამას მალავდი და ბუნებრივია თვითონაც ლოგიკურია დამალავდა, მით უმეტეს სამართლოს უფროსებს რატომ და ქონდათ ინფორმაცია, რომ ის ჩემზე ძალადობდა და ეს იყო ალოგიკურია სრულიად. ისინი არიან ჩვეულებრივ ცრუ მოწმეები. ჩემი მხრიდან არის დევნის ფაქტში ჩემი მეგობარი, რომელიც შეესწრო ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს და მაგიტო არის გამოძახებული მოწმე, დღეის პროცესზე ეგ იქნება. თუმცა პროკურატურის დაკითხვაზე იქნება იმ რაოდენობით მოწმე ჩემი მხრიდან. ჩვენი ინფორმაციით დღეს მოხდება მოწმეების წარმოდგენა მხარეთა მიერ და მათი ჩვენების მიცემა. ეს მოწმეები არიან პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც იოსებ სიგუას ახლო მეგობრები არიან აგრეთვე. ისინი არ ფლობენ არანაირი ინფორმაცია ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და საერთოდ რატომ მოყავთ მოწმეებად, ჩვენთვის გაუგებარია, ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პროცესის გაჭიანურებას და მისი გავლენის გამოჩენას. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ თავს ვიკავებთ, რომ მოვიყვანოთ ყველა ის მოწმე, რომელიც ისხლის სამართლის საქმეზე უკვე გამოკითხულია. თავად მოსამართლემ როგორც განაცხადა, გადაზრდის არსებითში სხდომას და შესაბამისად სავარაუდოდ დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას. გვაქვს დასაბუთებული მოლოდინი, რომ სასამართლო გააუქმებს გამოყენებულ შემაკავებელ ორდერს, ვინაიდან შემაკავებელი ორდერი არ შეიცავს რაიმე სახის მტკიცებულებას ან ფაქტობრივ გარემოებას. დღევანდელ პროცესზე, როგორც მოსარჩელი მხარეს, ანუ ჩვენ, წარდგენილი გვყავს მოწმეები, თვითმოწმე ყავს წარმოდგენილი სოფიო სიგუასაც, ყოველ შემთხვევაში მან წინა პროცესზე დააყენა შუამდგომობა და მოითხოვა ერთ-ერთი მოწმის დაკითხვა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ შემაკავებელ ორდერში მის მიერ მითითებული მოწმეები, რომლებიც თითქოს და შეესწრო იოსებ სიგუას მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ კანონდარღვევის ფაქტებს ვერ წარმოადგინა სასამართლოში. ის სამი ადამიანი, რომელიც მიუთითა მან შემაკავებელ ოლქში, არის შუამდგომლად სასამართლოში მის დაკითხვასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მის მიერ მოყენებული ბრალდებები არის ცრუ და არ შეესაბამება რეალობას. გაუქმებს თუ არა სასამართლო შემაკავებელ ორდერს, ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც შესაძლებელია დღეს გაეცეს პასუხი, თუ კი მოსამართლე ამის გადაწყვეტილებას მიიღებს. მოვისმინეთ სოფიო სიგუას და ასევე იოსებ სიგუას ადვოკატების პოზიციები. იოსებ სიგუას ადვოკატი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერთან დაკავშირებით, რადგან ამის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. სოფო სიგუა კი დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ სასამართლო, როგორც თავად ამბობს, მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და ამ შემაკავებელ ორდერს ძალაში დატოვებს.